დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო ბათუმიდან, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები თავის პირველ ტესტს მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საკმაოდ უხკულიანი და ბევრლელოიანი პირველი ნახევარი ვიხილეთ. საბოლოოდ ორი ქულის სხვაობით გავიმარჯვეთ პირველ ტაიმში. ყველაფერი წინ არის, დასკვნითი 40 წუთი, სადაც უნდა გადაწყდეს გამარჯვებულის ბედი. ვიცოდით სერგო ის ფაქტი რომ ამერიკა ძალიან დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა, ასეც მოხდა, ქონდა ბევრი კარგი მომენტი, მულში ვიყავით შესანიშნავები, საიდანაც ორივე ვიტანეთ, ასევე კვესელაძის ორი კარგი ლელო ვიხილეთ, სადაც კარგი ხელის ტექნიკა ვაჩვენეთ, ამერიკელებმა პირველ 18 წუთში რაღაცა კარბორბალივით დაგვატეხეს სამი ლელო, კარგი ლელოები გაგვიტანეს, დიდ ძალწმეხს გვადებდნენ ფეხის თამაშის შემდეგ, კარგად მიდიოდნენ შეტევაში, კვეთდნენ უპირატესობის ხაზს და საბოლოოდ იქ ბოლო წუთზე დავჯარიმდით ჩვენსავე შეკინებაში და ორ ქულამდე შეამცირეს სხვაობა. მოკლედ გამოვიდნენ ჩვენი ბიჭებიც და ყველაფერი მზად არის იმის რომ დაიწყოს მეორე ტაიმი. კი, აუცილებლად უნდა ეს არ უნდა განმეორდეს, რაც პირველ ტაიმში მოხდა. შეგვიძლია ნამდვილად ლუკა ივანიშვილი, რომელიც დაცვაში იმუშავა ძალიან ბევრი, შეტევაში გამოირჩეოდნენ ბექა გორგაძე და გიორგი კვესელაძე, აი ეს როგორ უნდა გამოყოთ აუცილებლად. ბექა საღინაძე. ლუკ პირსი არის მატჩის თავარი მსაჯის თანამემამულეებთან, ჯორჯ შელუთან და ადამ ლილთან ერთად უძღვება მათ, დენ ჯოუნსი ასევე ინგლისელი ვიდეო რეფერიზე და აიწყო მატჩი მიღებაზეც კარგად გვაქვს ნამუშევარი აშკარად არ დაგუშვია შესტომები ბევრ ფეხს გვიყავდნენ ამერიკელები განსაკუთრებით მაღალ ფეხს უყავდნენ და შემდეგ ცდილობდნენ რომ დავით ინიაშვილზე კარგი ბუჭები შეესრულებინათ რაც გამოდიოდათ მაგრამ ერთ შემთხვევაში ზედმეტი მოუვიდა და ყვითელი ბარათიც მიიღეს ფლიკერმა აბსოლუტურად ყველა ბურთი აიღო ბრწყინვალე ეს ბიჭი კი ბატონო მაქო და არტყამე ფეხს უნდა გადაგორდეს გიგაშვილი ესეც არის გამოჩნდა ბურთი იბძვის როგორ იბძვის ივანიშვილი დააკვირდი ძალიან აწუხეს რაკში აქ აბა ისევ ნინიაშვილი ადგილზე მიიღო ძალიან კარგად საბოლოოდ დავიცავით ეს რაკი კი კარგი გადაყრა ათამაშებს ვასკა მორკინალებს საღინაძე მორკინალების მიძალება ისევ და რთულად გამოგდის ბურთი არა ეს ტრანსფერის კეთება არ შეიძლება ხო აქ დავივარდა არა თუ არა მოგცა შეკინება ხო ცირე გაუგებრობა აშკარად მოусვინოთ საჭს ხო აშკარად ვასილ ურჟაინძე ფეხს უყანდა მომეჩვენა იქ ხელში რაც არ შეიძლება და მე უმტყუნა ამ ეპიზოდში ვასკას იმედი არ ჩაერთვება ვიდეო რეფერი ამ ეპიზოდში შერკინება სადაც ჯერ პასუხი გასაცემი გვაქვს იმ ბოლო ჯარიმაზე რაც მივიღეთ რაც დაგვიждდა შემდეგ სამქულად ხო, რა თქმა უნდა, ეს სიტყვებს შეად გაიგონენ დიდად, შეად გაიგონენ საჯებისგან, რომ ეუბნებიან, რომ ვიდეო რეფი უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ მოთამაშეები, რა თქმა უნდა, არ გადაეჩვევიან ამას, შეუძლებელია. ყოველთვის რაღაც ეწოლა საჯო არის და იქნება. ჩვენი შერკინებით გაგრძელდება მატჩი. დავით აბუშელიშვილი, რომელსაც აი ეს სიმბოლურად აქვს ხო, აი უთხრა რომ შენ ფეხთან ყურადღებით იყავი და მე ვეტყვი რომ აღარ შეგინებონო, მოკლედ გადავრჩით ამ მომენტში. და აღვნიშნოთ, აბა შერკინება. აბდუშელიშვილი, ხვათაძე გიგაშვილი. გაირჯებიან ამ შეცვლები შემოვიდნენ ტონგა კოფის ხედავთ, რომელიც პრემიერშიპში თამაშობს.
და ჯარი. და დავა. მე ორჯერ ადრე გადასვლისთვის მარტივად გაიცა სანქცია, ხო? რომელიც ლესტერ ტაიგერსის ბურთი ძალიან კარგი სხვათა შორის ახალი დაწყებული აქვს მას რაგბის თამაში და ძალიან 2-3 წელიწადში დაწინაურდა MLS-ში და მე წაიყვანეს ინგლისში. ბურთით ხელში არის ძალიან კარგი მორაგბე. აი თუ მიეცა საშუალება, იმედია შემოჭავ. იმედი არ მიეცევა. ხო, ნუ სანამ ისეთი კარგი მორაგბეა ძალიან ბურთი. ეს დავამახსოვდა ეს ბიჭი ამერიკის ჩემპიონატიდან. აქ გადავდიოა დაუჩი და ძალიან კარგადაც. კი ბატონო, თედო ავჟანაძის ფეხის შემდეგ გვაქვს კარგი პლატფორმი შესატევად. You go in the hole. Go in the hole. No, it's very simple. I'll create the hole, but go in the hole. I'm not doing this. არ ვილაპარაკ. არ ვისაუბრებ. ჯობია. ხო, ნუ პრობლემებია შერკინებაში. ჩვენ თქმა ჩვენი მიზანია დაჯერება და როცა ერთი გუნდი ამასწლებს უკვე იქ პრობლემები მოდის. აუ რა ბაბუნაშვილის წინვალე ნახტომი. გურ ტექნიკურად ჩამოხსნა ეს ბურთი მიხეილ ბაბუნაშვილმა ანახა თავისი დერეფნის კილები ძალიან კარგად ზურგს უკან ივანიშვილი ხო ვერ მიიღო თითქოს ბურთი კარგად და დაცვის ხაზიც კარგად ამოუწიეს ლობჟანიძე ბექსონა აბჟანდაძე ჩაერთო კვესელაძე კარგად შევიდა სივრცეში საბოლოოდ შეგვაჩერეს ახლა მიწაზე უნდა წავიდეთ თორემ მოლი თუ დაიძახა შემდეგ გაგვიჭირდება ბურთის შენარჩუნება არ კიდე არ დაუძახე რა ხო დომინანტი ბოჭო მივიღეთ გადავაწყოთ შეტევა ბექას აღინაძე ამერიკელი ჩარჩენილია აშკარა ჩარჩენილია მაგრამ ათის უპირსი კარგად გაწმიდა აბდუშელიშვილმა მაგრამ ძალიან დიდი რესურსი დავხარჯეთ ამ რაგში და აქედან შეტევა უკვე რთულია მაგრა გვინელებენ ბურთს რაგში და შეხება და აქ იხსნება თამაშგარის ხაზი დაუვადათ აი ხა შეიძლება გატყდა თამაში შეიძლება შეტევა ლობჟანიძე აბა აბჟანაძის გადაკიდება ვინ იქნება პირველი თვითონ ოუ, რა კარგი შეტევა, გაატანა კარგად კახოიძეს, ლობჟანიძე. აუ, პასი გაგვივარდა. ხო, იშვიათი. შეიძლება თამაშება ითქვას, რომ მე ნინიაშვილის ასე ცუდი თამაში არ მინახავს საერთოდ, არც ნაკრებში საერთოდ არ მახსენდება. რა კარგი იყო აბჟანდაძე, თავისავე გადაკიდებულ ბურთს რა კარგად მიყვა, შემდეგ გაატანა კახოიძეს, აკეთო დაქნევა შეეძლო. აბჟანდაძის, მაგრამ არ ითამაშა ეგოისტურად. კიდევ ერთხელ აი დააკვირდი და თვითონ რო კარგად მიყვა. კი, ძალიან კარგი იყო თედო. აი თითქოს გასული იყო თედო იცი. ხო, რა თქმა უნდა. ალბათ ჯობდა რომ უფრო ეგოისტურად ეთამაშა. თან იცის მაგ დაგვამახსოვრ თედო თავი რომ სულ კარგად უტევს თვითონ. ყაზბეგი, ქართული რაგბის ოფიციალური ნოტი. ვაკ შეცვალეს. ოს მათ სამი ნომერი თუ პირველი ნომერია? ხო, პირველი შეცვალეს და ახლა პეიტონ ტელია აი ლიო ჩაერთვება. ხო. კი, ბევრი სხვათა შორის ამერიკელებს ყავთ, ანუ განსაკუთრებით კალიფორნიაში და იუტაში ცხოვრობს ბევრი კუნძულელი, ტონგელი, სამოური წარმოშობის ხალხი და რა თქმა უნდა ისინი რაგბს ამერიკაშიც მისდევენ და ამერიკის ნაკრებშიც თამაშობენ. აბა, ამერიკელები შეერკინება. მაცავე 22-ში. და ჯარი. სწორია ეს ჯარი. ადითხრა, მაგრამ რაღაცა აბალანსებს აჯი ესე ვთქვას. კი. რაღაცა როგორც ნიკამაშვილს უყურს თქმა, რაგბის გეოგრაფიაო, რაღაც ეს შეკინების გეოგრაფია, რაღაც არის შეამჩნევთ, რომ აი როცა არის ის საჯმა რაკნას, აჯობს რაღაც პრინციპით გეოგრაფიულად, ინტუიციურად, ესე ვთქვათ. და სხვა გამოსავალი არ არის, შეიძლება შეუძლებელი გაიგო წამის მიეთში გადაწყვიტო იქ რა მოხდა, რთულია ძალიან. მეც იმას ვიტყვი რომ ახლა არ უყურებ როგორც საჯი ამ თამაშს უფრო უყურებ როგორც კომენტატორი და გულშემატკივარი და ვფიქრობ რომ ეს ჯარი მასწორი არ იყო. კი ბატონო ალბათ ეს იმის დაბრუნება იყო როდესაც ახლა არ უნდა ითამაშოს ივანიშვილმა გადაკიდეს არა აიღო ხო ჯარი პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი ჯილბერტისა და დესამი ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ხო, კარგია სპონსორები რა თქმა უნდა და არაერთხელ გავაშხირებ ამ ყველაფერს. ხო, აქ დავჯარიმდით ივანიშვილი დაჯარიმდა თამაშგარეზე. ბატონო და ამერიკელები გადმოვიდნენ უკვე ჩვენ ნახევარზე, ორი ჯარიმა მიიღეთ ერთ წუთში რაც. კი, სახიფათო ზონაში ვიგებთ, მაგრამ სხვა მინიმალურია, ერთი ჯარიმით გავლენ ამერიკელები წინ ამში რომ
კი, ვასკა დაჯარო და ხო, მაგრამ რა გავლენა ჰქონდათ რომ იმ ეპიზოდზე კარგად ამოწიე დაცვის ხაზი, კარგი ბოჭვა საგინასგან, გადმოდო. აქ ჩახლარს ეს კომბინაცია, გძელი გასი ფთაზე, არის სივცე, მაგრამ კვესო კარგად ავიდა დახვდა ნინიაშვილიც ადგილზე. ვერ მოიხელთა კვესო მესბურთი. ახლოში გაატანა თანაგუნდელს, და საღინაძე ისე დომინანტია. საღინაძემ დაიწყო თავისი დომინაცია, როგორც მიგვაჩვია. კარგი ბოჭვა ბაბუნაშვილისგან დომინანტური. ისევ ამერიკელები, კარგი ბოჭვა ისევ საღინაძე მოკლედ 3 ბოჭვა შეასრულა ერთ წუთში. ნახევარ წუთში. აქ კარგი გაშლა. ფთაზე გაიჭრა. შემოვიდნენ 5 მეტრიანში. კარგად გვიტევენ და ხო არ დაჯდა ბექსონა, არა ისევ ამერიკელები და გიგაშვილი მშვენიერი ბოჭვა გაუჩერა შეტევა ამ დომინანტური ბოჭვით. ისევ ამერიკელები საღინაძე, კარგია შემოვიდნენ 22-ში. გადავიდნენ აიღე მიეძალე, კარგი წაღება. მალე უნდა გადაგორდეს, არ უნდა ვითამაშოთ ამ ბურთზე, ბაბუნაშვილი კარგია. ხათაძესთან ერთად ამერიკელები ივანიშვილი როგორ აწუხებს დააკვირდი. გავიდა ხაზე. ფლიკერი ფრთხილად უნდა ვიყოთ შებოჭეთ. ბოჭვა შეასრულა ტაბუცაძემ. აწუხებს ვასკა და უნელებთ რაკში ბურთს რაც გვაძლევს გადაწყობის საშუალებას დაცვაში. ისევ ამერიკელები მოდიან მე რამდენი ფაზაა საინტერესოა ზურგს უკან, აბა კარგად გვაქვს სივრცეები აქ თითქოს გადავსებული. ისევ ამერიკელები ვერ მიდიან წინ. თვითონ დაარტყა. ძალიან კარგად წმინდავენ რა აქვს. ეს გავაგზავნოთ და სადღაც გამოიღებს ეს დაცვა შედეგს. ჯერჯერობით უჯარი მოთვართ. კოფი. აგრესიულები ვართ სერგო დაცვაში. უნდა აუყნიშნოთ შეგენა წვალე მე რა ბოჭვა გააკეთა საღინაძემ. გააქრო ადგილიდან. უცე ჩასვლა გჭირდება, ვერ ვახერხებთ ზეჯობით, ვერ დავიჭირეთ მომენტი. აქ შეიძლება, არა, მაინც. კვესო უნდა გადავგორდე, არ ვითამაშოთ ამ ბურთზე, არ ვითამაშოთ. ხო, აი ესე დაცვას რო ვითამაშე და შემდეგ აი ეს დაჯარიმდები, აი ძალიან საწყენია, კი. ზემოთ, კარგი ხარ ბექსონ. არა, ჩავარდნათ კი, მიქვე იყო არ არის ჯარი, რა თქმა უნდა. ისევ აიღე და მიეწალე. შეგენაცვალე საწამოიღო და უკან დავაგდებინე და აბდუჩელიშვილი შეუძლია წამოიღო. ვერ წამოიღო საბოლოოდ. დაკარგა როგორც ჩანს პოზიცია, დაიღალნენ ამერიკელები და საბოლოოდ ალეკნი დაარტყეს და გაიტანა. წინვალე დაარტყა. ნუ ესეთი დაცვის მე ძალიან დასანანია რომ თავი გავწირეთ უჯარიმოთთან და მე მგონი უპირატესობითაც სარგებლობა. არა. advantage over რო ესე დაიძახა უპირსმა როგორც მე გავიგე და მშვენიერი გაიტანა უნდა აუშვით. ძალიან დასანანია. ასეთი კარგი დაცვის შემდეგ რომ აი ქულას მიიღებ. არა უშავს ძალა ვაგრძნობინეთ რაც თავარია და ახლა უნდა შეტევა ბურთით გვინდა უკეთე ბურთი გვინდა და ბურთით უკეთესად უნდა ვითამაშოთ ეს ჭირდება რაშიც ამერიკელები კარგები არიან აი სპაზმები აქ თითქოს კვესოს შეაქვა შემოვიდა პირველი ხაზი შეიცვალა კარკაძე თეთრაშვილი ჯაფარიძე ჩაერთვებიან მატჩი და რა თქმა უნდა თავის მუხ შემოიტანენ მიულოცო დავით აბუშელიშვილს თავისი პირველი სანაკრებოკები ესეთ და სხვა მრავალი დავით კი, ჩვენ ფრანგული პირველი ხაზი შემოვიდა, 3 ბიჭი ლეგიონერია. თეთრაშვილი ძალიან დიდი გამოცდილები, თუ ჯაფარიძე შედები და კარკაძე ახალგაზრდები. აზბეგი, ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი. მაღალი ფეხი დაარტყა თედომ. აიღეს ძალიან კარგად ამერიკელებმა. ხო, წნეხი გვინდა და დისციპლინა რაც თავარია. და კარგმა ჩატარებს მათს ხა ნომერი სხვათა შორის. ისევ ნინიაშვილზე წნეხი შებოჭეს. აბუცაძეს ამოუგდო, შიგნით წამოვიდა აკაკი. და წაიღეს და კონჩეტევას შეიძლება წამოვიდეს, თუმცა სიღრმეში ითამაშეს ფეხი. ეს არ იქნება 50-22, რადგან შეტანილი იყო, მაგრამ კვესო ადგილზეა, ფეხს უყამს. შვენივრადაც აკეთებს ამ ყველაფერს, რა ფეხი დააწყა, მალე უნდა ავიდეთ, რა 22 არ იყო შეტანილი რა თქმა უნდა პირდაპირ შეეძლო ერეფანში დარტყმა და
ხო, ატყუებდა ფლიკერი საერთოდ, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, ეს გადავედით მეთოქის ნახევარზე და აქ უკვე წნეხი უნდა მივიტანოთ. გიორგი თეთრაშვილი ხულიგანას აღზრდილი, სიამაყით უნდა ვთქვა, ჩემი თანაგუნდელი. პერპინიანის მორაგბე. დიდი გამოცდილებით უკვე. აბა ამერიკელები იგეს მარტივად დერეფანში ბურთი, კარგი გამოსვლა, გადაკიდება, ბრძოლა წავა, ტაბუცაძე, ნინიაშვილი. უკან ამერიკელებმა ითამაშეს და ჩვენი აუტი იქნება. დერეფანი იქნება შესაბამისად, კი ბატონო. მივიღეთ ბურთი, ნახოთ, კარგი პოზიცია აქ და ვითამაშოთ უკვე რა თქმა უნდა შეტევაზე. დავით ნინიაშვილი ეს ეკრანებზე. პირდაპირ ეთერის პატრიოტი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი. ჯილბერტისა და დესამი ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. აი აქ ჩამოვაყალიბეთ მოვლი, სადაც დომინანტები ვიყავით პირველ ტაიმში. აქ გახსნისკენ აგვაჭდა დასტო საბოლოოდ. რატო გვეძახდა რომ გავხსნილი ყავით? No, the guy at the back dropped and the numbers were level. You dropped the line out and the guy re-engaged. If he had broken away, we could play on, but he did not. ხო, სამჯერ კი დაგვიძახა ჩაიხსენითო და გამოდითო, საბოლოოდ ახსნა ის რომ ჯერ გამოხვედითო, ხო, როგორც ჩანს ბურთი გამოვარდა სავით, ესე ვთქვა და ამიტომაც თხოვდა რომ accidental obstruction. კი ბატონო. უნებლიე ბლოკირება, როგორც ითხრა ლუ პირსმა და იქნება ამერიკელების შერკინება, მოკლედ სპანდერაშვილი. ივანიშვილი გამოვიდა სპანდერაშვილი. კი ბატონო. ნახოთ სპანდერაშვილს ძალიან კარგი არის კონტაქტის არეში, ვიცით. შეუძლია მას დომინანტი და გავლენის მოხდენა შეუძლია ბურთით ხელში განსაკუთრებით. კი ბატონო, დაცვაშიც ასევე. ძალისმიერი დომინაციის აი და აქ მივაწექით და აი ახალი დასვენებულმა პირველმა ხაზმა რა გააკეთა კარკაძე თეთრაშვილი ჯაფარიძე მოკლედ გადაუარეს ამერიკის და ეს შეიძლება იყოს ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი რაღაც თან ჩვენთვის და მეტოქესაც გუნავს რა თქმა უნდა როდესაც ფიზიკური დომინაცია არის ყველაზე საშინელება მეტოქისთვის როცა გერევიან იქ უკვე ეტყდები აბჟანდაძე აუტი არის შევედით 22-ში კი ბატონო ახლა ვეცდებით ისევ მოულს რა თქმა უნდა ოპერაციების მოპოვებას და ვარ გამოვა იქიდან კიდე გადავათ მეტოქის დაჩეჩქვაზე თავარია რომ აი ფაზები უნდა აგვეწყოს რა და შემდეგ გამოჩნდება სივრცეები ამერიკელები არ არიან ზეკლასის გუნდი რომ შესონები არ დაუშვათ ბაბუნაშვილზე ორი ხელი და ეს დერეფანი ვერ მოვიგეთ პირველად დავკარგეთ ჩვენი აუტი და რა მწკინვალედ მაგრამ როგორც ჩანს მანამდე დაუტოვებია ბურთს მოედნის ფარგლები და 10 მეტრზე მეტოქის ნახევარზე იქნება ჩვენი დერეფანი ნახოთ მიდის ვანო კარკაძე ნახოთ კიდევ ერთი ცდელობა მაინც მეტოქის ნახევარზე ვართ კარკაძე ჩაჩანიძეზე ორი ხელი წინვალე გათამაშება მალე გაუტანე შენ გენაცვალე კარგად წავიდა ვანო გაიწმინდა ეს რაკი სწრაფი ბურთი გვინდა შეგვინელეს მაინც ახლოში ბექსონა მარტო არის გადაყრაჭირდება კი ბატონო ვასკა შეცვალა შეტევის მიმართულება აბჟანდაძე ზელი გადაცემა ტაბუსაძე მიყვება მას კახოიძე ერთი პასი ისევ დაკვესოს დაუვარდა აბა ვინ არის აქ ბურთზე მიხმარება ჭირდება მარტო არის თედო მე მგონი ხო თედო იყო კი ბატონო ნინიაშვილი და არტყა ფინტები წავიდა წამოვიდა მაგრამ შებოჭეს მაინც პანდერა გაიარა ბულდოზერივით მიყვა და ყრა საჭირო არა დავაგვიანეთ ლაქში გადაყრა წამოვიდნენ ამერიკელები ხელით მოაქვს და აქვს სივრცე კარგი გამოშვა და აქ წინ თამაში წინ პასაც გავდა და წინ თამაში და ეხა შანსია შანსი ხო არაფერი არ გამოვიდეს შეტევაში და ნუ ისევ სადაც ხერხმარ გაჭა ძალით ჩაკუჩით უნდა მივადგეთ გვაქვს ამის მქონება და რატომაც არა ჩვენი პლეიოსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ წინა შეკინება ძალიან დომინანტი იყო ძალიან დომინანტი წავლეკეთ ეხა ჩვენი არის
ხო. არა ეს არაფერი არ მოყოს. კახოიძის უყვარს გავსი მომენტები, მაგრამ აგრესიული 12 ნომერია. ხო, სხვადასხვა ამერიკამ წყნარი ოკეანის თასი ითამაშა სადღაც 2 თვის წინ, სადაც საკმაოდ ცუდად გამოვიდნენ. ჯგუფში წააგეს მათ კანადასთან 34-20, ხო, იაპონიასთან 21-47 და მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში სამოა დაამარცხეს, სამოას სადაც ძალიან დიდი რეგრესია არის და ეს ჯარიმა, რა თქმა უნდა. ჯერ არა, სწორად იხევს ამერიკა, არ იყო ჯარიმა, მესმის რომ გვინდა ჯარიმა, მაგრამ სწორად იხევდა ამერიკა უკან და ამიტომაც არ გასცა სანქცია, მაგრამ ბურთი გვივარდება ხშირად. კი ბატონო. მესმის რომ საქართველოს გულშემატკივროთ, მაგრამ არ იყო ჯარიმა. ყაზბეგი ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი. აი გამოგვივარდა უკვე და ხედავ როგორ სწორად იხევდნენ, არც შიგნით წავიდნენ, არც აიშალნენ. ესეც აქვთ ალბათ სავარაუდოდ განზრახვაში რომ ხვდებიან უკვე რომ მივაწვევით, მაგრამ თავარი მათი ამოცანა ახლა რომ უბრალოდ არ აიშალონ და დაელოდონ ისეთ მომენტს როგორც ეხლა იყო რომ ბურთი გამოგვიყვება. მაინც შევგართებდა უკეთ თამაში. აუცილებლად უკეთ გლართებდა თამაში. როცა ესე აწვევი აღარ უნდა რაღაცით უნდა გამოხვიდეს, ესე ვთქვათ. აბა ხო, ახლა ამერიკა ეცდება რომ ძალიან სწრაფად გაიტანოს ბურთი. კი, უკვე ეხლა უკვე ნამდვილი დომინაცია მიწოლაში ჩვენი მხრიდან. აქ არ არის 50-50 ჯარიმები, უჭირთ ამერიკელებს. მივაწექით და არ გაიტანეს. კი ბატონო, შეტანილი იყო ეს ბურთი, ვერ დაარტყამდნენ პირდაპირ დერეფანში და რა კარგ ფეხს უწყამენ ამერიკელები. მიაშვილი დატოვა მოედანში ბურთი, სივრცე აქვთ, თუმცა აი წამოვიდა კარტი. აქ. სელაძე როგორი აგრესიულია დაცვაში, 2 ბოჭა ერთ შეტევაში. ძალიან კარგად იმოქმედა გიორგი, აქ რახშიც მიდის აწუხებს. და არა, ვერ დავჭექით. მეგონი გამოვიგეთ საერთოდ ბურთი რაღაც არ მახსენდება დღეს. რაკში ამოგებული ბურთი. კარგად რაკი აქვს დამუშავებული ძალიან კარგად. ამერიკელებს ვინ არის პირველი ამბოძე და დავაშვებინეთ შეცდომა. ტაბუცაძე არა ჯობია აქ. შეკინება გვირჩევნია ნამდვილად. პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი. ჯილბერტისა და დესამი ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. როგორც გითხარით, არაერთხელ გამოვაცხადეთ ხო სპონსორების ამბავს და აკაკი ტაბუცაძე თქვენს ეკრანებზე. ხო და ის უნდა თქვა ცერგომ რომ ამერიკას ახლა თამაშა და 4 მატჩი აქვს გამართული ამ ბოლო 2 თვეში და შესაბამისად ჩვენ ბოლოს ხა ზაფხულის ტესტებზე ვითამაშეთ ერთად, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ესეთ პრობლემას არ უნდა გვიქმნდეს ამერიკა. არა, რა თქმა უნდა. აქ თქვა არ არსებობს. ობჟანიძე. სავარაუდოდ მალე ვიხილავთ ხო აქ. ნუ აქ პირდაპირ უკვე მარტივად. აქ ყველა შეკინებაში სავარაუდოდ შემდეგ შეკინებაში უკვე მოუწევს ჯგუფის რომ გააფრთხილოს. ან კიდე ერთი შემდეგშიც. რომ წინა შეკინება გამოვიდა ბურთი, იქიდანაც ჩვენ გამოგვივარდა და მოკლედ აი აქამდე რო კიდე ერთი ჯარი მოყოფილიყო შეიძლება გაეფრთხილებინა. მოკლედ კარგი დარტყმა განახორციელეთ. კი ბატონო. ხო ნორმალური, მაგრამ ამას ჭირდება რეალიზების გარეშე ეს ჯარიმები არაფერია. ხო, კვაჭი შეცვალეს, გამოვიდა 16 ნომრით. მაიკ სოსეფანგაი, ესეც საკმაოდ კარგი კვაჭია, აქვს თამაშები მაღალ დონეზე. აი რამდენად წადგებაც. ხო, ანუ აქ ვერონ მაღალ დონეზე კვაჭი აღარ უშველოს ისეთი უპირატესობა. Excuse me. I understand, but your players are telling me it's 5 men. Is it 5 or 6? Okay. There we are. He's dropped. He's receiver. ხო, გავიდა. კი ბატონო და გადაუთვალა. ხო, ჩვენები ცოტა ნერვიულობენ ეს ჩანს. გავათამაშეთ, გავიდა ხაზე ბურთი. სუკან შეიძლებოდა ნინიაშვილზე, მაგრამ კახოიძე ათამაშა კვესელაძემ კარგად გაიწვიდა ეს რაკი ნინი წამოვიდა ახლოში, მაგრამ ტაბუცაძეზე გაკეთდა. გადაცემა წავიდა კონტაქტზე, ტაბუცაძე და ხელი და წაართვეს. ხო, არც ტაბუცაძეს არა კარგი მატჩი უნდა ვთქვათ.
Okay, go easy, go easy, go easy. კარგი ამოსვლა იყო აქ ჯაფარიძისა და საღინაძისგან. It's already a ruck. და გორგაძეს გააშვებინა საბოლოოდ არ გვინდა თამაში დავრჩეთ. ჩაჩანიძე კარგი წნეხი. კარგია თედო ჰაერში, როგორ დამაჯერება და დაიტოვა ეს ბურთი, გორგაძე წავიდა დაარტყა. უყვარს მას კონტაქტები. მალე უნდა დაუტანოთ ეს ბურთი, ძალიან გვინელდება ბურთის გატანა. ნინიაშვილი საბოლოოდ მაღალი ფეხი დაირტყა, მიყვება შველიძე, ვინ იქნება პირველი. აი აქ მაგარი გოჭვა უნდა, კი. დაუხტათ ბურთი სპანდერაშვილი. დაжда მე მგონი დაжда გადაატრიალეს. კი ბატონო, ამოიღო. ხო, აცადა ლუპირს ვარო, იქნებ წაიღო სპანდერაშვილი და საბოლოოდ მოგცა ეს ჯარიმა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან ახლოს მივიდეთ მეტოქის შატულის მოედანთან. არ მგონია რომ აქედან ლელოზე ვითამაშოთ, რომ მახვილია კუთხე ძალიან, არ უნდა გავუწყოთ კარში დარტყმა და უნდა წავიდეთ დერეფანში და ვითამაშოთ ლელოზე. კი და ხედავთ რომ რაშიც კარგი ვართ, ის უნდა აი ბურთის ამოღება ხო გინდოდა და მოიღოს სპანდერაშვილი. სპანდერა კარგია, ამაში რა თქმა უნდა. და შევედით 15-მეტრიანში კარგი შანსი. რიჩარდ კოკერილი ის ეკრანებზე საქართველოს ნაკრებისა და შავი ლომის მთავარი მწვრთნელი. ხო, დამიჯერეთ გაწუნდეთ ამერიკასთან მას არაპატიებენ ესე. მოკლედ 17 წუთი არის. ხო, ასე რომ 17 წუთი სასწორზე. აგვიხდა ამერიკა, თუმცა აიღო ბაბუნაშვილმა. კარგი მოლი შეიკრა, რომელსაც აქ თითქოს შულიდან შემოვიდნენ ამერიკელები და ჯერ წინ ვერ მივდივარ, დაემატნენ ხაზის მოთამაშეები. ეს კაცი გვერდან არ არის კაცი. საბოლოოდ გაგვიჩერეს. სად არის კარგადზე? მიწაზე უნდა წავიდეს. კარგად გაერკვა ვანო სიტუაციაში კვესელაზე არაჩერებს ბუშ და სწორადაც იქცევა რომ ტემპი არ უნდა დააგდოს და სუწნეხში უნდა ყავდეს მეტოქე. საღინაძე მიეძალება ახლა. წავიდა ბექა. კარგი დარტყმა. მეორე ბექა გორგაძე გუნდის კაპიტანი მივიდა ბურთთან ახლა. ცოტა გვინელდება. ძალიან ახლოს ვართ. ხო, ამერიკელებმა აქ მიწაზე არ უნდა ითამაშონ, თორე ცინიკურ თამაშად ჩაითვლება რა თქმა უნდა და მე მგონი გადადო. კი ბატონო ჯაფარიძე ხდება. მორიგილეოს ავტორი და წინ გავედით 31-27 დავით კაჭარავა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო თქვენს ეკრანებზე, მოკლედ და წინ გავიდა საქართველოს 15 წუთით ადრე შვენიერი მიძალება ქართველებისგან და ვანო კარკაძის თამაში უნდა აუღნიშნოს ერგო აუცილებლად გადაგვარჩინა. კი, აი იქ მოლში უკვე თითქოს დაკარგული იყო და ჩახურული იყო, მაგრამ აი თავისი კვაჭის უნარები ძალიან კარგად გამოავლინა და გამოვიდა იმოლიდან და აქ რა კარგია. იპოვა ხაზი და გაიტანა ლელო. ნიშნულოვანი იქნება ეს გარდასახვაც ძალიან. აი ლადო კილასონია. მოიხსენება რიჩარდ კოკერილის ასისტენტია. გელა აფრასიძე ჩაერთვება ვასილ ობჟაინძის ნაცვლად და გაატარებს უნიშნულოვანეს 15 წუთს მოედანზე. ხო, კარგი პოზიცია. ორქულას მნიშვნელობა აქვს, სხვათა შორის აღნიშნოთ აუცილებლად ასე რომ უნდა გაიტანოს ეს თედომ. ასეც არის 33-27. ნუ მოხერხები ყოველთვის 15-მეტრიანში ეს მოხერხება სასარგებლო თვისებაა და კარგად ითამაშა ძალიან ლუკა ჯაფარიძე. აი ნახეთ როგორ აიტაცა. კარგად გაიპარა. ამერიკელები თვითონ შეეოდებდნენ რომ მეორე მხარეს წავიდოდა და აი ეს გამოიყენა კარგად. ბექა გორგაძე შეგენა ცვალემე როგორ მივიდა დასვა ერთი მორაგბესა მეორე საბოლოოდ შეაჩერა. აბა ხა 7 წნარად უნდა ვითამაშოთ 6 ქულაა სხვაობა. გელა ზღვარზე უფარ არა ნორმალურად ამოვედით. ნუ ხო, ნუ ამერიკა მოგვაქცია კარგად წნეხი. კი, კარგი წნეხი დაგვადეს და ასე რომ ეხა ამერიკის შეტევა წამოვა თუ მოიგეს რა თქმა უნდა აუტ. ხო, გელა აფრასიძე ჩაფხუტის გარეშე მე მგონი მოედანზე არ მინახავს. 6 კაციანი დერეფანი მოითხოვა ამერიკა. აბა, მნიშვნელოვანი იქნება ძალიან ამ შეტევის დაცვა. დეჰასი გაიტანა ხაზზე, კარგი ბოჭყვა უნდა ამას.
არის ბოჭვა, თუმცა შეტევაც გრძელდება. ხინაძე საიდან გამოვიდა. გურ გადაავსო. ცუდი პასი და უნდა ვითამაშოთ. სადარი ბურთი და დაждდა, თედო დაждდა ამ ბურთზე, მაგრამ არა, სპანდერაშვილმა არ უნდა ითამაშოს. უშეგენა ცვალე რა ბოჭვა აღინაძე არის მეორე ტაიმში გამოვიდა და ვისაც კი ხელი დაადო აი ყველა უკაცა იყო საერთოდ ბრავოვეკა აკეთვანეს უშლით ხელს კარგია კახოიძე აისხლიტა კარგად გამოზდის არიდება კახოიძეს კონტაქტში უნდა დარჩეს გადაყარეს აქ სწრაფად ხომ არ უნდა გვეთამაშა მაგრამ თითქოს ბევრი ხალხი მივიყვანეთ რაკში მაღალი ფეხი აბჟანდაძე მიყვება, ვინ არ მიყვება. სუდი დარტყმული, თუმცა აგვიხტა ასე თუ ისეთ კარგად. და ეხა უნდა აი მე რა ბურთი ვერ ავიღეთ. გელა კარგია, გამოირჩევა გელა ყოველთვის დაცვაში აგრესიული თამაშით. კარგად დასრულდა მაინც ეს ეპიზოდი ჩვენთვის, და მოვიყვანეთ ამერიკის ნაკრები. ნახა, კარგი წნეხის შემთხვევაში უნდა მივიღოთ წესით კარგი კონჩეტევა. არა, საბრძოლო დაარტყეს კიდევ ერთხელ ამერიკელებმა. თედო, კარგია. თედო დღეს ჰაერში არის, ძალიან კარგი უნდა აღვნიშნოთ, კარგად აზღვევს უკანა სამეულს. თეთრაშვილი. აფრასიძე ამზადებს მაღალ ფეხს. გააჩერა ჯაფარიძე. იქნება პირველი. კი ბატონო, კერძე იყო. დიდი ფიზიკური წეხი ახლა ამერიკელებზე პირდაპირ კლავთ მათ კონტაქტებში. ხო, აი სახინაძეს პანდერაშვილი გორგაძე ისე მუშაობენ. რა ველოდით კიდევაც ერგო ამას რომ ესე და გათიშულია ხო. ხო, იმედოვნოთ რომ არ იყო სახესთან კონტაქტი, რადგან ძალიან მაღალი შეჯახება იყო. ყაზბეკი, ქართული რაგბის ოფიციალური მუდი. აბა კარგად დავაკვირდით. არა, აქ არაფერი არ იყო. სუფთავი მე მგონი არა, კერძე იყო, სუფთა მომენტია. ხო, რა თქმა უნდა, სულად გამოიყურება, მაგრამ არა. აი, დადგა თუ არა ფეხი გაუკეთა ბოჭო. იდეალური ბოჭო. ხო, ეტკინებოდა. ნიკამზე მიანიშნებს, მაგრამ არ გამოვა მეგობარო. ხო, ეს კაცმა გააკეთა ეს ისაც შემოვიდა. მოიტანა ეს ფიზიკური დომინაცია, ამოღება კრიტიკული, ლელო მოყვა ამ იმას. კი ბატონო. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად ახლა ხედავთ რომ შეტევაში არ აქვს შანსი, ესე ჩვენ დაცვიდან მეტოქი წნეხში მოგცევით, მე შესვლა 5 მეტრიანში და აი მანდ ვეძებთ ჩვენ შანსებს. ჩაჩანიძე გავიდა მის ნაცვლად სავარაუდოდ დემურ ეფრემიძე. ჩაერთვება მატჩი. სტაბილურობისკენ მოუწოდა პირსმა. აბა თუ მივაწვევით. ხო. მიწოლით მივაწვევით უბრალოდ თუ მივცემ საშუალებას რომ სწრაფად გაიტანოს 9 ნომერმა. იმ წინა შეკინებაში ისეთი უგენით არავინ არ ეღოდებოდა. ამერიკელებს არ ეღოდებოდნენ რომ ასე მივაწვევოდით. ხო, ნახეთ რომ ბოლოს ამერიკებმა სადაც ძალიან სწრაფად გატანა, იმიტომ რომ ჩვენი მარკაფა ჩააგრავს, ძალიან ჩააგრავს მათ მარკაფას. კი ბატონო. შევედით შეკინებაში, კარგად გამოიყურება ჯერ დავძარი. გაიტანეს. რა თქმა უნდა, გაიტანეს და გელაფრასიძე რა კარგია თედოსთან ერთად დაცვაში. საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიიღეს საკუთარ თავზე გამოვარდა. კი, თამაშია გელაფრასიძე, აბა კარკაძე, ყავს შველიძე, მაგრამ შიგნით წავიდა საბოლოოდ თავარია შევინახოთ ახლა ბურთი. ნუ ახლა ეს როგორ აშკარად ხელს გვიშლიდა 21 ნომერი, მესმის რომ ცდილობდა გადაგოებას, მაგრამ სტრაფი ბურთი გატანის საშუალება არ მოგცა. ნუ როგორც არის. ხო, როგორც არის შეკინება ჩვენთვის ჯარიმას არ არის. ხო, იგივეა, ცოტათი გადაიდო ჯარიმა, შეგვიძლია ვთქვა. ნუ ეხლა მესმის ოცილოს, მაგრამ ნუ ხელს უშლის, ხო? ანუ ესიც რა თქმა უნდა ცოტა რთული აღსაქმელია.
აი ჩემი მასწავლებლის ლუკა კილასონია სიტყვებს მოიხმარო, ვერ გადაგორებას და არ გადაგორებას შორის. დიდი განსხვავება არ არის. მესმის რომ ცდილობდა, მაგრამ მომენტუმი დაგვეკარგა იმ შეტევაში. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ძალით იჭერენ ხოლმე და არ უშვენ. ამ დროს მესმის რომ შეიძლება იმას ხა, მაგრამ აი თითქოს კი შემოვიდა პოივედინი. აი იმაზეც უნდა ეფიქრა ახლა ლუკის რომ აქაც 99% ჯარიმით გამოვა, სავარაუდოდ. ხო, ეგეც არის. ხო, უბრალოდ დრო დაიკარგა. ნახოთ შერკინება, მნიშვნელოვანი შერკინება ნამდვილად. თითქოს ამერიკაში წმიხსკვადები, მაგრამ არ გაწია ხელი თუ არ გაწია, თუ გაწია მაინც. კი, გვერდით იმსაჯის დახმარებით გაწია და როგორი კონტაქტი, მოკლედ ახოიძე არ ჩერდება რამ მაგრამიტის წინ გაუშვა, გააგზელა, რამ ხელა მანძილი მოიგო, უპირატესობა უფრო თამამად შეგვიძლია თამაში. ნინიაშვილი ერთი პასი ტაბუცაძე და რა იყო ეს პასი, რა კარგი შეტევა იყო. აი ხა საინტერესოა რას ვიზავთ სერგო. ხო, აქ კარებში გავსდით სხვაობას თუ წავალთ ლეულზე ვითამაშებთ. რა კარგი შეტევა იყო, რა კარგად იპოვა სივრცე ნინიაშვილმა და ტაბუცაძე. ხო, პასი ალბათ არ იყო იდეალური, ესეც აღნიშნოთ. რას ვიზავთ? საინტერესოა ძალიან კარში, კი ბატონო. ესე იგი ციმაგონებმა მიმძლავრა. ხო. უეჭველ მოგებაზე გავაკეთეთ აქცენტი, ასეც უნდა იყოს. გავინახდოთ მოგება და მერე ვითამაშოთ ხელს. იმიტომ რომ აი და რაღაცა მოხდეს ამერიკასთან მარცხი მაინც ძალიან დიდი იქნება. პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი. ჯილბერტისა და D3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. დედო აბჟანდაძე ემზადება. 9 ქულამდე სხვაობის გასაზრდელად. მნიშვნელოვანი დარტყმა. გამოგანება, დარტყმა და მგონი ზუსტია. კი ბატონო, 36-ით 27-ით 9 ქულით ვამარცხებთ 7.5-ით ადრე ამერიკის ნაკრებს. ახლა უფრო შეგვეძლება თამამად თამაში. ნაკლები წნეხით. რა თქმა უნდა, უკვე ორი შეტევა ჭირდება ამერიკას მათ შორის ერთი ლელო. ავით ნინიაშვილი. აკაკი ტაბუცაძე გავა და თავად თაფლაძე. არ ქონდა კარგი მატჩი ტაბუცაძეს. თვითონაც ხვდება ამას. აი ხო თაფლაძემ ძალიან კარგად. აი შემოსვლას ესეთი უნდა. ეგრევე. ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი მოხსნა თაფლაძემ. საღინაძე დარჩა 22-ში. აქ შეგვეძლება რომ პირდაპირ გავიდეთ და დერეფანში, რადგან 22-ში ვართ გელა აფრასიძე. კარგი დარტყმა უნდა აუღნიშნოთ, სადამდე ამოვიდა როგორი არც თუ ისე შუიდან მახვილი შეგვიძლია დაუძახოთ. კი, წინვალეთ დააკაგელა. ხო, და აქ მოკეთ უნდა გავაგრძელოთ ეს ფიზიკური წნეხი მეტოქეზე. რაშიც აშკარად შევქმნით უპირატესობა ბოლო წუთში. კი ბატონო. დაღლილები არიან კი, რა თქმა უნდა. არაკათია. გაცილები. დღეს ჩვენი მესამე ხაზი იყო უბრალოდ წინვალე აუღნიშნოთ. და იმხელა და აქ გაუგებრობა თეთრაშვილი წამოვით. დავიოთ. რა მოხდა? ჩვენ გითხარით რა. დავივარ და ნახოთ. ზუგში მოხდა ამერიკასთან მე და ჩვენგან არის თამაში კი ბატონო. რა თქმა უნდა ჩვენგან არის აქ შეკინება და ისევ წნეხი იქნება ხა ამერიკელებს. ხო, აი შეცვლაზე შემოსულმა პირველმა ხაზმა ძალიან დიდი სხვაობა. იმიტომ რომ შემოვიდა საფრანგეთის top 14-ის ორი ბურჯი და ანუ აი ეს რესურსი არ აქვს რა თქმა უნდა. ვანო კაკაძესაც რამდენი მატჩი შეჭრა. რა თქმა უნდა მონპელიეში. აბა ნახოთ ამერიკელები შერკინება რა თქმა უნდა აქცენტი იქნება სწრაფ ბურთზე. ნუ იქნება არ ვაცადოთ თვითონ გატანა. ხო, რა თქმა უნდა ეს ნუ ესე ხდება, ვინც აქვს უყურებს
რაღაც ლოგიკა არსებობს. ჯარიმა მოკეთ ამერიკელები მიიღო საჯმარს თქვა რაღაც შანსი მისცა მეტოქის. ამ ანგარიშზე არის დაუწელი კანონები. დაახლოებით ასეთ სახე მაქვს როგორც თეთრხულს. კარგი დარტყმული, მაინც მიიღეს შანსი ამერიკელებმა. კი, არის შანსი, იმიტომ რომ ხა თქვა ჯარიმა, ანუ მოკეთ რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ყურადღებით და მობილიზებული. Thank you, Luca. +1 is this guy. Stay back 10, guys. Stay back 10. Swap places. კარგი აუტი ამერიკელების არ ახვდით, მოვლის აგორებას ცდილობენ, მოდიან თითქოს წინ. კარგად მოდიან ამერიკელები, კარგად გვიტევენ, მაგრამ კიდევ ხედავ თითქოს პანდერაშვილმა გაუჭრა ეს მოლი და მივიდა, მაგრამ ბურთი ვეღარ გავჭედეთ. ზურგს უკან ამერიკელები, ზემოთ უნდა ავიდეთ, კარგად ავიდა შველიძე, საბოლოოდ ფეხი დაეჭიმა მარკო კიფს აშკარად. გამოვიწყოთ რომ 14 დარჩენილ შესვლა აღარ ყავთ ამერიკელებს, თუ ყავთ ერთი. ხო აქ უკვე ყურადღებით უნდა ვიყოთ, აქ ეცდება ამერიკა რომ წნეხი მოიტანოს ჩვენზე, ამასობაში უკვე 4 წუთზე ცოტა მეტი დარჩა. მატჩის დასრულებამდე. ხო შეგახსენებთ რომ შემდეგ კვირას უკვე ვეთამაშებით კანადის ნაკრებს ამავე სტადიონზე ერთ კვირაში ზუსტად. და იმედია რა თქმა უნდა მეტოქე ასე თეორიაში უფრო სუსტია. და ნუ ამხოლოდ თავარი ეს სამზადისი უკვე იაპონიისთვის, რომელიც ორ კვირაში იქნება ლოკომოტივზე. ხო, მეორე ტაიმში სხვათა შორის უკვე ცოტა უფრო მეც ვიხტებიან ამერიკები და წნეხი გაზარდეს ბაბუნაშვილზე აუტებში. ნახოთ, ხა ყურადღებით უნდა ვიყოთ. კარგი. თამაშის უპირატესობა აქვთ ამერიკელებს. საწყენია ეს დეფის განიავება, სპანდერაშვილი. დაუმთავრა უპირატესობა. წინ თამაშის კარგი. ახოიძეთ ძალიან კარგი არის. მოიწევენ. ისევ ამერიკელები სპანდერაშვილის და ბაბუნაშვილის ერთობლივი ბოჭა. არ მიცეს წინ წასვლის საშუალება, აი აქ გააკეთეს მაინც უპირატესობა. ნალე და კარგად გადაგორდა გორგაძე, აბა საღინაძე ეჭიდავა გააჩერა. აგრესია შეინიშნება და გვაქვს დაცვაში. კარგია საღინაძე არბევს რაკს. ძალიან გაეწევათ ბურთის გატანა ამერიკელებს. კიდევ ერთი არიციან რა ქნან და ფრემიძე კარგი იყო. ეს ბიჭი კოფი რომელიც ვახსენე ბურთით ხელში ცდილობს წინსვლას ჩადო. ისევ ამერიკელები გვიტევენ, კარგია რომ ჯერ კი ეს კარგი მომენტი აქვს. კი ბატონო, ფრემიძე აშკარად თამაშგარაში იყო, არ ჩასულა ბოლომდე. ღაზე ითამაშეს, რა თქმა უნდა, გარისკავენ ამერიკელები. აბა ის ხო ხელს ჩავა. ასიზამენ დაატყამენ? დიდი შანსია კარში დაატყან, რადგან შემდეგ ერთი გარდასახულელო ყოფნით. ხო, მე გეტყვით რომ დღეს დიდი სარაგბო დღე გვაქვს რაგბი ტივიზე, ამ მატჩის დასრულების შემდეგ 19 საათსა და 10 წუთზე შოტლანდია, ზელანდია, შემდეგ ექნება ინგლისი, ფიჯი 21 საათსა და 40 წუთზე და კლასიკით დავასრულებთ დღევანდელ სარაგბო ეთერს 12 საათსა და 10 წუთზე უკვე ღამე გვიან 12 საათზე საფრანგეთის სამხრეთ აფრიკა, ხო, ნუ შეხვა, წარმოდგენ არ მინდა ეხა ფიზიკური ჯახი იქნება. მართლა ერთი სული. და ხვალ გვექნება ასევე უელსი, არგენტინა, ასევე კარგი მატჩი უნდა გამოგვივიდეს, რომელიც 19 საათსა და 0 წუთზე დაიწყება 36-30. კი და ამერიკა თამაშია, ამით 2 წუთი ექნება 4 წუთზე ცოტა მეტი. კი ბატონო. ნუ ახლა რა თქმა უნდა, კარგად უნდა შევიყვანოთ და უკვე ამერიკელები ფეხით არ წამოვლენ ხელით. და უკვე დაცვაში მართებს სრული ყურადღება და დისციპლინა. დისციპლინა არის ალბათ ის გასაღები ამ ორ წუთში, რამაც ეს ამ თამაში გამარჯვება უნდა დაგვიტოვოს, უნდა დავარტყათ ახლა შორს მესამე ზონაში ეგრეთ წოდებას და ფიქრობ რომ აი რაკში არც უნდა ჩავიდეთ საერთოდ სათამაშო და იქვე რაც შეიძლება გარეთ გავიყვანოთ ჩვენი მოთამაშეები რომ სივრცეები შევქმნა და არ მიცეთ ამერიკელებს სივრცეში შეტევის საშუალება, კარგად მიიღეს ბურთი. იმის დამოუკიდებლად რომ კარგი ბურთი მაღალი დაარტყა თედო აბჟანდაძემ შეუნელდა ბურთი. ხო, არ უნდა რაკში არ უნდა ჩავიდეთ ჩემი აზრით. წუთნახევარი, აბა. ეხლა არიან ჩვენი შესწავლის იმედად გადაწყვეტეს ყოფნა ფეხს დაარტყამენ. აბათ აი ამ ბურთის შორს დაარტყეს. ამ ბურთის მიღება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ასეც არის ინიაშვილი 2-1-ზე წავიდა თვითონ ტაფალაძე.
შვენიერი შეტევა ქართველებისგან გადავკვეთეთ ცენტრის ხაზი მივედი 11 მეტრამდე არ დაჭრენ ამ ბურთზე. ეხლა უნდა ვიყოთ არ ჭირდება არაფერში უნდა შევინარჩუნოთ ბურთი. უნდა გადავიდეთ კი ბატონო მაღალი ფეხი აბჟანდაძის მიყვება თაფლაძე მეტი სისტრაფე გჭირდება რა ბოჭვა გააკეთა სპანდერაშუმა როგორი აგრესიული იყო საღინაძეც იქვე 40 წამი ხო აქ უკვე ფეხს ვეღარ დაარტყამენ ამერიკელები ხელით უნდა ითამაშოს არ გამოურთო მაღალი ფეხი დაარტყა და იქ დაგწნი ხონი იქ ხო ნუ არა აქვს მას ერთი ყოა მის გზნობენ რომ თავი არ აქვს ხელით წამოიღონ და ისო ჩვენი ისო შეხოთამენ და აქ თავარია საიმედოდ უნდა ვითამაშოთ ინიაშვილი წამოვიდა აქვს მე მგონი სივრცე წავიდა შემორბენზე სუჯვარითონ წავიდა მაინც ერთი ამოგდება კვესოს გაატანა კვესომაც აუ საწავიდა მაგრამ თამაშია და გელა აბრასიძის ლელოთი დავასრულებ ხევანდემაც წინვალე შეტევა გაჭრა მაინც ამ ავანტურამ არ ელოდებოდნენ ამერიკელები რომ ჩვენც ხელი წავიღებდით ალბათ უფრო ფეხის დარტყმაზე ქონდათ აქცენტი გაკეთებული და შვენივრად ვიბურთავეთ უკანა ხაზელები და შვენიერ ნოტაზე ვასრულებ დღევანდელმაც კი ნინიაშვილი ამ ეპიზოდის გმირი წინვალე ითამაშა გაჭრა წამოიღო და ნახე სივრცე და იქ შეუძლებელია მისი შეჭერება მე ვიტყოდი სივრცეში თავის სათქმელი მაინც თქვა დავით ნინიაშვილმა აი ბოლო ორი ფეხის დარტყმის შემდეგ თუმცა ვიტყვი რომ აი ლადო კილასონიას სახე გვეუბნება ყველაფერს აქ დამიჯერეთ ჩვენები ვერანაირად ვერ იქნებიან კმაყოფილები კი ბატონო მაგრამ მე ისე შევატყ ლადო კილასონიას რომ ძალიან აღფრთოვანებული იყო ნინიაშვილი მოქმედებით მაგრამ ეს თამაში რა თქმა უნდა იაპონიასთან არ იქნება საკმარისი ხო კი ბატონო კარგად უნდა გავაანალიზოთ ბევრი რამე შევცვალოთ მაგრამ ნინიაშვილი არის ოპა რამდენი დაქნება გააკეთა კვესელაძე რა კარგად მიყო კვესელს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა სერგო უნდა აღვნიშნოთ კი ბატონო და გელა აფრასიძის ლელო 41-ით 30-13 ქულიანი სხვაობით დავამარცხეთ ამერიკის შეერთებული შტატების 73 ქულა გავიდა მოკლედ ძალიან თვალსასეირო მატჩი გამოვიდა ესე თქვა ნეიტრალური მაყურებლისთვის იყო შეცდომები მაგრამ ძალიან ბევრი კარგი მომენტი ჰქონდა და რა თქმა უნდა ამ შეცდომების გამოსწორების შემდეგ ვფიქრობ უკეთესი თამაშები უნდა მივიღოთ კანადასთან და იაპონიასთან კი იმედია პირველი შეუდებით რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენი საუკეთესო ვერსია იქნება იაპონიასთან კი ბატონო ახლა დავრჩეთ ეთერში მოусმინოთ კომენტარები შევახოთ აუცილებლად მეტოქე რომელიც წინვალეთ გაგვიწეს წინამდებობა ფიზიკურად არაფერი არ დაგვითვალეს ჩვენ ლიდერებზე ნინიაშვილზე განსაკუთრებით ვიტანის ფიზიკურად წნეხი ბოჭოები აგრესია არ დააკეთათ მოკეთ ეს შვენიერი ნაკრებია და დაწუნებული რომ სოფლიოზე კიდევ უკეთესი გუნდი იქნება ხედავთ ყავთ ძალიან კარგი დიდი გაბარიტების ბიჭები ასე რომ ესენი კიდევ მოუმატებენ და უსურვოთ რა თქმა უნდა წარმატება ჩვენ კი პირველ რიგში ჩვენ ნაკრებს აი მეკო კვირიკაშვილი გამოჩნდა სხვათა შორის ეხლა გამახსენდა ლევო ატლანტაში რომ დაუდო ფინტი რაც საოცარი ლევო თუ გასულს კი ბატონო ო ჩვენ ერთ კვირაში კანადას დაუპირისპირდებით ამავე სტადიონზე ამავე დროს სხვათა შორის და ვიმედოვნოთ სერგო რომ გაცილებით მეტი მაყურებელი მოვა იმ თამაშზე და გაცილებით მეტ მაყურებელს ვეუბნები უკვე იაპონიასთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მაყურებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ მიხეილ მესხის ლოკომოტივის სახელობის სტადიონი რო გავავსოთ და უკომაგოთ ჩვენს ნაკრებს ოღონდ გავავსოთ თავიდანვე და არა სადღაც თამაშის მე-20 წუთზე რადგან ბიჭებთან ერთად ჰიმნის სიმღერა იქნება დამატებითი მუხტი Good win. It's probably one of the worst performances that we've had. We couldn't control the ball. USA came at us and we need to be better. It's not good enough performance from us. But we won. We've got a hard week's training ahead and we look forward to Canada next week. Okay. What was the reason behind the problems we had on the pitch? Impatience. We don't look after the ball. We weren't physical enough in the early exchanges in that first half. And we got a scare. USA played very well. We'll be better, but yeah, very unhappy with the performance as a whole. What about the next game in 1 week, Canada? Yeah, well, we've got some hard work ahead of us because we need to improve.
Thanks. Congratulations once again. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო ჩვენი შესრულებითო. გარდა ამას დაემატა ის რომ პირველ ტაიმში ფიზიკური დომინაციები ვერ ვიყავითო, კარგებიო პირველ ტაიმშიო. ბურთს არ უთხრიდებოდით და მოკლედ ამაზე ჩვენ ვლაპარაკობდით თამაშის განმავლობაში და რიჩარდ ჰოქინმა უფრო ასე ვთქვათ რაღაც ერთ წუთში იდეალურად შეაფასა, მაგრამ დასაფასებელია სწორი ანალიზი, დასაფასებელია ანალიზია. კი ბატონო. ხო, იმედოვნებ რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება. ამერიკელები შეაქოს სხვადასხვა მართლა კარგი არა, სულ გვიჭირს, ესე იგი რომ ყოველთვის როცა გონია რომ აი ეხა მაინც მოუგებთ კარგად და იოლად, არა, ყოველთვის მაინც გვიწევენ წინააღმდეგობას. კი ბატონო, ალბათ აი ეს 18 წუთიანი მონაკვეთი პირველ ტაიმში როცა მოგვაყარეს ამილელო. აი ეს იყო რაც ქოქილმა თქვა, რაღაც იმ მომენტში ფიზიკური დომინაცია მოიტანა Thanks for the game first of all, and how would you rate today's game? Yeah, I think obviously we knew it was going to be really physical and a good battle in the forwards. I'm really happy with the effort the fellas put in on our side, and obviously Georgia stepped up in the second half and really pushed us to the limit. After first game against Scotland, it was huge upgrade in your game. What was it behind that? Yeah, just putting it behind us, looking forward and knowing that we can't take time to dwell on what happened. We just got to move forward. Thanks. კი ბატონო, ანუ ვიცოდით რომ ფიზიკური თამაში იქნებოდაო და პრინციპში მაყოფილია რომ რა გვიდგენ მაინც მეორე ტაიმში საქართველოს უკვე რა თქმა უნდა დაგვშეკრაო, მაგრამ მაინც ლიმიტზე გაგვიყვანა ესე თქვა. ხო, ეს იყო რა თქმა უნდა ჩვენც საინტერესო სხვათა შორის არ გაგვი. პირველი შეხვედრა, პირველი გამარჯვება, ძალიან კარგი მატჩი გქონდა შენს, როგორ შეაფასებ შენ? ცოტა გავირთულეთ საქმე. პირველ რიგში მიულოცავ გუნდს. აქ მოსულულ შემატკივარს თელ საქართველოს, მაგრამ გაგვიჭირდა ალბათ მოლოდინები ცოტა ნაკლები იყო და ცოტა გავირთულეთ პირველ ტაიმში საქმე ძალიან მარტივად ვაჩუქეთ ბევრი ქულა, მაგრამ საკმაოდ კარგი გაკვეთილი იყო. მინდა ვთქვა, მეორე ტაიმში გუნდმა კარგი რეაგირება მოახდინა. წეხის თამაში კარგად გავართვით თავი და ბოლოს ამის ასე ვთქვათ ლოგიკური დასასრული იყო, ასე რომ მინდა მიულოცო გუნდს და მთელ საქართველოს გამარჯვება. ერთ კვირაში უკვე კანადასთან გველის მატჩი, ამ მატჩს რომ გითხრა ორი. უფრო მომზადებულები დავხდებით, დარწმუნებული ვარ. მინდოდა რომ ეს თამაში სხვანაირად წასულიყო თავიდანვე, მაგრამ ყოველთვის არ არის ყველაფერი როგორც ჩვენ ვიდა. კარგად ვიყავით მომზადებულები, მაგრამ კანადისთვის კიდევ უკეთესად ვიქნებით. ასე რომ შევხვდებით ერთ კვირაში. ხო, კანადა უკეთესი გუნდია. არა უკეთესი. მოუგო, მაგრამ იქ იყო ანუ ამერიკას აკტახა, კანადამ დაიმატა ტაილერ არდონი და 4-5 ლეგიონერი, 4-0 არდონმა იმ თამაში ამერიკას და მაგით მოიგეს. თუმცა და კანადას არდონის ტაილერ არდონის გამოსვლის ძალიან თამაში არ მოყავს. ბექა გორგაძეს კომენტარი შევაფასოთ, რომ ბექამ უფრო აქცენტი გააკეთა, თქო, უფრო კაპიტალური კომენტარი, გაამხნევა პირველი აქცენტი გააკეთა არა კრიტიკაზე, არამედ გაამხნევა თავის ბიჭები. ვეცებითო გამოვასწორებდო. ხო, ასეც იქნება. იოსებ ჯაფარიძე, სერბო გაბუნია ვიყავით თქვენთან ერთად, არ გადართო დღეს ბევრი და კარგი რაგბი გველოდება რაგბი ტივის ეთერში. კარგად ვანდებოდეთ.